მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მინდა შემოგთავაზოთ დაანონსებული ტაროს საჯარო სეანსი თემაზე რა უნდა იცოდე ახლა. ფიქრობ, მნიშვნელოვან შეტყობინებას მიიღებთ ამ ტაროს სეანსისგან, ამიტომ დარჩით, მოისმინეთ. შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი ვარიანტი აირჩიოთ, ის ვარიანტი, რომელსაც ინტუიციურად აირჩევთ, ან მოისმინოთ სამივე ვარიანტის პროგნოზი, სამივე ვარიანტის პასუხები და უკვე მოსმენილი პროგნოზებიდან თქვენთვის განკუთვნილი სიტყვების, შეტყობინებების, ინფორმაციის სინთეზი მოახდინოთ თავად თქვენ. აქ საუბარია აწმყოს მომენტზე, აქ და ახლა არსებულ მოცემულობაზე, ცხოვრების იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც იმყოფებით ახლა, აწმყოში, აი ამ აწმყოს ინერციიდან, აწმყოს მომენტიდან, როგორ უნდა იმოქმედოთ, რა მიმართულება უნდა აიღოთ და რა გეზი უნდა აიღოთ ცხოვრებაში იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით წარიმართოს თქვენი ცხოვრება, აი სწორედ ამას შეეხება ჩემი დღევანდელი ტაროს სეანსი, ამიტომ დარჩით, მოისმინეთ და რა თქმა უნდა მიიღეთ ის ინფორმაცია, ის რჩევები, რომელიც მოვა თქვენთან ახლოს, რომელსაც იგრძნობთ ინტუიციურად, რომ თქვენია, ან რომელიც შესაძლებელია ზუსტად რომ აღწერს თქვენს სიტუაციას, თქვენს მოცემულობას, მიიღეთ ის პროგნოზები და იმოქმედეთ იმ მესიჯების შესაბამისად, რა მესიჯებსაც ახლა მე აქ საჯარო ტაროს სეანსის ფორმატში გავაჟღერებ თქვენთვის. იქნება სამი ვარიანტი, თეთრი ფერის ანთელი არის პირველი ვარიანტი, ლურჯი ფერის ანთელი გახლავთ მეორე ვარიანტი, წითელი ფერის ანთელი არის მესამე ვარიანტი, რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ და მოვა თქვენთან ახლოს, აირჩიეთ ის ვარიანტი და მე უკვე გადავალ ავიღებ ამ სანთლებს და გადავალ უკვე ვარიანტების გაშლაზე. გვექნება ორ კარტიანი გაშლა, თითო ვარიანტში იქნება ორი არკანი მოცემული და ვფიქრობ, რომ საკმარისი იქნება იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ ზუსტად ის პასუხი, ზუსტად ის შეტყობინება, რომელიც ყველაზე სწორად, ყველაზე ზუსტად განსაზღვრავს თქვენს მოცემულობას და რომელიც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში, ან სწორი, ასე ვთქვათ, ენერგიების ისე წარმართვაში, სწორი მიმართულებით, რომ თქვენი თემები, თქვენი საკითხები, რაც გაწუხებთ ცხოვრების ამ ეტაპზე, ან რისი მოგვარებაც გიწევთ, აი იმ თემებს მაქსიმალური ყურადღება დაუთმოთ და სწორედ რომ მიმართოთ თქვენი ყურადღების ენერგია იმ მიმართულებით, რომელსაც გითითებთ ტარო. რა თქმა უნდა, თქვენს ინტუიციასთან და თქვენს ხედვებთან შესაბამისობაში და არა ბრმად და არა უბრალოდ ბრმარწმენით, არამედ გააზრებულად ცოდნისმიერი გზით და არა ბრმარწმენის მდგომარეობაში, ხო? მოდით ვნახოთ. პირველი ვარიანტი, რა უნდა იცოდეთ ახლა პირველი ვარიანტის წარმომადგენლებმა, მეორე ვარიანტი, რა უნდა იცოდეთ ახლა, მესამე ვარიანტი, რა უნდა იცოდეთ ახლა. ვფიქრობ, კარგად უნდა ჩანდეს ვარიანტები. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. სანამ უშუალოდ ვარიანტებზე გადავიდოდე, აქვე დავაანონსებ და ვიტყვი, რომ ჩემთან პირადი სეანსი, პირადი კონსულტაციები ტარდება მესენჯერში აუდიო ზარით, აუდიო კოლით, ონლაინ, დისტანციურად, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ თემატიკაზე, რომელიც გაინტერესებთ და რომელსაც გსურთ პასუხების მიღება. კონსულტაციას ვატარებ ონლაინ, როგორც უკვე აღნიშნე, ხანგრძლივობა არის 1 საათი მინიმუმ, თუ საჭიროება მოითხოვს 2, 3 და მეტი ხანგრძლივობის სეანსის ჩამიტარებია, თემები ნებისმიერი და როგორც უკვე იცით, ჩემმა აქტიურმა მსმენელებმა, მხოლოდ
ტაროლოგიური სეანსებით არ შემოვიფარგლები მუშაობა, ასევე ნუმეროლოგიის ბედის მატრიცის მიმართულებით და შეგიძლიათ ამ თემასთან მიმართებაშიც მომმართოთ პირადი სეანსის დაჯავშნის მიზნით. ბედის მატრიცის შედგენა ხდება PDF ფორმატში, წერილობითი ფორმით, მინიმუმ 40-დან 45 ფურცლამდე არის ეს ფაილი, მოცემული ყველა სფერო აბსოლუტურად, ერთგვარი გზამკვლევი მთელი ცხოვრებისა და ასევე ვიდეო ჩანაწერების სახით, დაახლოებით 1 საათიანი ჩანაწერის სახით შედგება ვიდეო კონსულტაცია და ეს ფაილიც უკვე ვიდეო ჩანაწერის გამოგეგზავნებათ მესენჯერში. Აი ასეთი გახლავთ ბედის მატრიცის ანალიზი, PDF წერილობითი ფორმატი, ამას პლუს ვიდეო ფორმატი, დაახლოებით 1 საათიანი კონსულტაციის ტოლფასოვანი, სადაც ამობეჭდილი მაქვს თქვენი პირადი მატრიცის რუკა, ეს რუკა ჩანს ვიდეოში და იმ რუკაში არსებული თითოეული კოდი, ნუმეროლოგიური კოდის ახსნა, განმარტება და გაშიფრვა და სხვა კოდებთან კომბინაციაში ანალიზი გეცდება ამ ვიდეო ფორმატში და სწორედ აი ამ სახით გეგზავნებათ ეს ვიდეო ჩანაწერი. ასე რომ ვინც ამ თემით დაინტერესებული ხართ და გსურთ ხელთ გქონდეთ გაშიფრული, გაანალიზებული რუკა თქვენი ცხოვრებისა, გზამკვლევი, შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებითაც მომმართოთ მესენჯერში. კარგით, მოდით გადავიდეთ უკვე საჯარო ტაროს პასუხებზე და დავიწყებ ტრადიციულად პირველი ვარიანტით. რა უნდა იცოდე ახლა? პირველი ვარიანტის წარმომადგენლებზე ვსაუბრობ. პირველ ვარიანტში ამოდის პირველივე არკანი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისეთი გლობალური მასშტაბური არკანი, ეს არის არკანის სამსჯავრო, ამ დასტაში აღნიშნულ არკანს ქვია ეონი. პირველ რიგში რაც უნდა იცოდეთ თქვენ, ვინც აერჩიეთ პირველი ვარიანტი, უნდა იცოდეთ ის, რომ სწორედ აქ და ახლა არსებულ მომენტში დგას თქვენს ცხოვრებაში ის ეტაპი, რომ უნდა მოხდეს გარდატეხა თქვენს ცხოვრებაში რაღაცა ციკლის დასრულება და რაღაცა ახალი ციკლის დაწყება. თქვენი გამოღვიძება, თქვენი შინაგანი სულიერი ტრანსფორმაცია. სხვა საფეხურზე თქვენი გადასვლა, განვითარების სხვა საფეხურზე თქვენი გადასვლა, სხვა რეალობა, სხვა თამაშის წესები, სხვა მოცემულობა თქვენი ცხოვრებისა, სხვა ხედვა, სხვა რეალობა და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა განაპირობებს თქვენში არსებული შინაგანი პროცესები, თქვენში არსებული შინაგანი ძვრები, შინაგანი ცვლილებები, პიროვნული ცვლილებები, გამოღვიძების, სულიერი გამოღვიძების სახით. ახლა სულიერი გამოღვიძება რა არის, ხო? სულიერ გამოღვიძებაში პირველ რიგში იგულისხმება რეალობის უფრო სხვა, მაღალი ხარისხით დანახვა, ვიდრე ხედავდა ადამიანი მანამდე. უფრო მეტი დეტალის გარჩევა, უფრო მეტი ნიუანსის დანახვა, უფრო ფართო მასშტაბზე რეალობის დანახვა, მატრიცის დანახვა, იმ მატრიცის, რომელ მატრიცაშიც ცხოვრობთ და უფრო ცნობიერი, გააზრებული, გაცნობიერებული თამაში, თუ შეიძლება ესე ითქვას, თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე თქვათ თამაშობდით, პირობითად ვიყენებ ამ სიტყვას, რა თქმა უნდა, ვიდრე თამაშობდით აქამდე. უფრო მეტად თქვენი თამაშის წესების შემოტანა თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე აქამდე. ხო, აქამდე თუ ვიღაც სხვა აწესებდათ ამ წესებს, ან რაღაც გარემოებები აგიწესებდნენ ამ წესებს, ეხლა უკვე თუ თქვენ ამ არკანის ენერგიებს პოზიტიურ ენერგიებად გარდაქმნით და თუ ამ არკანის დადებით მხარეებს გამოიყენებთ, ამ შემთხვევაში უკვე თქვენი საკუთარი თამაშის წესებით თამაშობთ და არა სხვის მიერ შემოთავაზებული და თავსმოხვეული წესებით. ამ შემთხვევაში ახლა პირველ ვარიანტში რა უნდა იცოდეთ? უნდა იცოდეთ ის, რომ საჭიროა ამისთვის მეტი ცეცხლი და მეტი აქტიურობა, ხომ? იმისთვის, რომ ეს ცნობიერი რეალობა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, უბრალოდ დაჯდომა და ლოდინი იქნება თქვენის მხრიდან არასწორი, საჭიროა მეტი ცეცხლი, მეტი აქტიურობა. რა თქმა უნდა, არა ინფანტილური და ესეთი ვთქვათ, ბავშვური აღტკინებით რაღაცა ნაბიჯის გადადგმა და მერე ვთქვათ, იმ ენთუზიაზმის დაკარგვა, რაც
რითაც დაიწყეთ თავიდან ასეთი მიდგომა, ასეთი სპონტანური მიდგომა არ მიგულისხმია მე ამ გამონათქვამში. ეს არის ცეცხლი, რომელსაც ამ ეტაპის ბოლომდე შეინარჩუნებთ. ბოლომდე მიწოლა საქმისადმი თუნდაც, ხომ? შუა გზაში არ უნდა დაკარგოთ ენთუზიაზმი, არამედ ერთ ნაბიჯს თქვენგან უნდა მოყვეს მეორე ნაბიჯი, მეორე ნაბიჯიც, მესამე ნაბიჯი და სანამ თქვენი მიზანი არ იქნება მიღწეული, მანამდე უნდა იყოთ აქტიური. ტარო ამ შემთხვევაში გირჩევთ, რომ ეს ეტაპი, ეს გარდამტეხი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში იმისთვის, რომ უსაფრთხოდ, შედარებით უფრო ისე რბილად გაიაროთ და ნაკლები შეცდომები დაუშვათ, საჭიროა თქვენი ცეცხლის, თქვენი შინაგანი ქარიზმის, თქვენი ძალის, რესურსების მაქსიმალური ჩადება, პროცესში ყოფნა მაღალი ხარისხით, ჩართულობა მიმდინარე პროცესებში, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი პერიოდი. მე არ ვგულისხმობ, რომ რაღაცა ცუდი ხდება თქვენს ცხოვრებაში, ან ცუდი მოხდება, არა, მაგრამ არ არის მარტივი ეტაპი, როდესაც რაღაცა რეალობას იცვლი ადამიანი, როგორც თუნდაც ძალიან საუკეთესო რეალობაში აღმოჩნდა და უფრო უკეთეს რეალობაში აღმოჩნდა, შემოდის ბევრი ახალი გარემოება და შესაბამისად შესაბამისად საჭიროა ამ ახალ რეალობასთან მორგება, მისი გათავისება. თვითონ არკანის პირდაპირ მნიშვნელობიდან თუ გამოვალთ, ეს შეიძლება იყოს თუ ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს პირად ურთიერთობებთან დაკავშირებული თემატიკის გარჩევა, როდესაც არკან სამსჯავროს, იგივე ეონის ენერგიები შემოდის პირად ურთიერთობებთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში ურთიერთობა გადის გამოცდას, ურთიერთობა დგება შემდეგი კითხვის წინაშე, შეკითხვის წინაშე, ღირებულია ეს ურთიერთობა წყვილებისთვის და წყვილისთვის, რამდენად ღირებულია თქვენთვის, რამდენად განვითარებთ სულიერად, რამდენად კარმულია პარტნიორი, ხომ არ ამოწურა ურთიერთობამ თავისი თავი და ხომ არ არის საჭირო განვითარების სხვა ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში იმ კონკრეტული ურთიერთობის დატოვება, რომელშიც იმყოფებით. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს განქორწინება, დაშორება, მაგრამ დაშორება არა რაღაცა ვთქვათ, დაშორება ამ შემთხვევაში არ არის ხოლმე ტრაგედია, ეს არის უბრალოდ ისეთი ბუნებრივი დასასრული, როდესაც პარტნიორებმა ამოწურეს ერთმანეთი, ან ურთიერთობამ ამოწურა თავისი თავი, ადამიანი უფრო მეტად განვითარდა, უფრო წინ წავიდა და შესაბამისად ურთიერთობა აღარ აძლევს იმას, რასაც აძლევდა აქამდე და შესაბამისად ყველაფერი ბუნებრივად სრულდება, ხო, რაღაცა ლოგიკური დასასრულივით გამოიყურება ხოლმე ყველაფერი. ან თუ პარტნიორი ვითარდება თქვენთან ერთად და ურთიერთობა განვითარებთ, ამ შემთხვევაში ურთიერთობა გრძელდება, მაგრამ გრძელდება სხვა საფეხურიდან, გრძელდება სხვა რეალობაში. რიგი ადამიანებისთვის, ვინც ვთქვათ იმყოფებით ემიგრაციაში, აღნიშნული არკანი მიუთითებს ხოლმე უფრო ისეთ ცვლილებებზე, რომლებიც დაკავშირებულია უფლებების მოპოვებასთან, საბუთებთან დაკავშირებულ თემებს, თუ ეს ვარიანტი აირჩიეთ და თქვენ იმყოფებით ემიგრაციაში, ამ შემთხვევაში არკანის სამსჯავრო კვერთხების რაინდთან ერთად გეუბნებათ, რომ იმისთვის, რომ თქვენი უფლებები განიმტკიცოთ, ან თუ არა გაქვთ ესეთი უფლება, ხო, იქნება ეს მუშაობის უფლება, იქნება ეს ბინადრობის უფლება, თუ მოქალაქეობა და ასე შემდეგ, საჭიროა მეტი აქტიურობა, მეტი ჩართულობა, მეტი მოძრაობა, მეტი რესურსის ჩადება იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება გადავიდეს სხვა საფეხურზე, სადაც თქვენი უფლებები, თქვენი შესაძლებლობები იქნება უკვე სხვა მასშტაბის, უფრო ფართო, უფრო დაცული და უფრო ძლიერი, ვიდრე იყო აქამდე. და ასევე რიგი ადამიანებისთვის, ვინც სულიერ პრაქტიკებში ხართ, ან გარკვეულ სულიერი სწავლებებით ხართ დაკავებული, ეს არკანი ამ შემთხვევაში გეუბნებათ, რომ თქვენ სულიერად გამოიღვიძებთ, ანუ რაღაცა გარდატეხა მოხდება თქვენში, რაღაცა ისეც გააცნობიერებთ აუცილებლად, რაც არ ყოფილა აქამდე, რა გამოცდილებაც არ გქონიათ აქამდე, რაღაცნაირად როგორ არის, იცით, ეს არკანი პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხშირად რეზონირებს ხოლმე ისეთ თემებთან, როგორც არის სულის მეხსიერების გაცოცხლება, თითქოს შინაგანად ადამიანი რაღაც ახალს კი არ სწავლობს, არამედ რაღაცა ძალიან ძველს, ძალიან შორეულს იხსენებს. ისეთი თემები ამოტივტივდება ხოლმე გონებაში, რომლებიც თითქოს ძალიან ნაცნობია, ძალიან კარგად იცის ადამიანმა და ჰქონდა დავიწყებული. კარგად დავიწყებული
ძველი თუ შეიძლება ასე ითქვას, აი რაღაცა ძალიან ძველი, ნაცნობი მოდის გონებაში, როგორც გახსენება, რაღაცის გახსენება, არა რაღაცის სწავლა ნულიდან, არამედ რაღაცა ძველის უკვე ნასწავლის გახსენება და შესაბამისად სხვა ხარისხით მისი გაცნობიერება. ამიტომ ვინც სულიერებაში ხართ, ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა მიმდინარეობას, ვიღაცა ვთქვათ რეიქს აპრაქტიკებს, ვიღაცა იოგას, ვიღაცა რაღაცა ვთქვათ სხვა გრაფიკული მაგიის მიმართულებით ვითარდება, ვიღაცა ტაროს შლის, ვიღაცა ასტროლოგიას სწავლობს, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს არასფეროს, არამედ თვითონ სულიერ დატვირთვას, რამდენად ცდილობს ადამიანის სულიერ განვითარებას და ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე არის უკვე ინსტრუმენტები, საშუალებები იმისთვის, რომ ადამიანი განვითარდეს სულიერად. შესაბამისად ეს არკანი ასეთ ადამიანებს გეუბნებათ, რომ თქვენ აი ამ ცხოვრების ამ ეტაპზე თუ აი ამ პროცესებში იქნებით მაქსიმალურად ჩართული და კვერთხების რაინდის აქტიურობას და ცეცხლს ჩადებთ ამ ყველაფერში, მეტად დინამიური და მოძრავი გახდებით, მეტად რესურსული, ამ შემთხვევაში შესაძლებელია გააცნობიეროთ ისეთი რამ, რაც კიდევ ერთი საფეხურით წაქცევთ წინ თქვენი სულიერი გამოღვიძების და განვითარების საქმეში. აი ასეთი გახლდათ საინტერესო ძალიან პირველი ვარიანტი. და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. რა უნდა იცოდეთ ახლა? მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე ვსაუბრობ. აქ ძალიან ისეთი სტრუქტურის ენერგიები შემოდის, უფრო მეტად. არკანი იმპერატორი გვესაუბრება საზღვრების დაწესებაზე, ჩარჩოებზე, საკუთარი პრინციპების გატარებაზე თქვენს ცხოვრებაში და რა თქმა უნდა მაქსიმალურ დისციპლინირებულობაზე, პრინციპულობაზე, თქვენი სიმართლის გატანაზე. როგორი მწარეც არ უნდა იყოს ეს სიმართლე და როგორც არ უნდა ეტკინოთ გული ადამიანებს, ამ შემთხვევაში თქვენ თქვათ მორიდება, რაღაცნაირად თავმდაბლობა, დამალვა, რაღაც თქვათ თავის შეკავება, რბილი მიდგომა ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტისთვის ნაკლებად იმუშავებს, და რო გეუბნებათ, რომ პირიქით თქვენ უნდა იყოთ ისეთივე პრინციპული, როგორც არის არკანი იმპერატორი, ძალიან ხისტი, დაიცვათ თქვენი საზღვრები, შექმნათ თქვენი სისტემა, რომლის მმართველიც იქნებით თავად თქვენ და თქვენი პრინციპების, თქვენი სიტყვის და თქვენი საქმის გამტარი. და ამ შემთხვევაში როგორი ვთქვათ რთულიც არ უნდა იყოს, აუცილებელია შინაგანი სიმტკიცის გამოვლენა, საკუთარი სიტყვის შესრულება, დაცვა და მიყოლა აი ამ პრინციპებისადმი. ხო, ხმლების რაინდი ამოდის არკან იმპერატორთან ერთად, ეს არის უფრო მამაკაცური ენერგიები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინც ვთქვათ მარტო მამაკაცებზეა ეს მეორე ვარიანტი, აქ საუბარია ენერგიებზე, რა თქმა უნდა, ტარო პირველ რიგში აჩვენებს ენერგიებს, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა აქ თქვენ ქალბატონები მისმენთ თუ მამაკაცები, აქ საუბარია ენერგიებზე, ეს არის ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის კომბინაცია, აღნიშნული არკანები გვაძლევენ ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის კომბინაციებს, სტიქიების კომბინაციებს, შესაბამისად ჰაერი რას უშვება ცეცხლს, ხომ მაქსიმალურად აღვივებს. ამიტომ საჭიროა თქვენი, ასე ვთქვათ, შინაგანი ცეცხლის, თქვენი ინტელექტუალიზმის, თქვენი ლოგიკური გონების მაქსიმალური ჩართვა იმ პროცესში, რა პროცესშიც ახლა იმყოფებით, აწყოს მომენტს გულისხმობ და თქვენი, ასე ვთქვათ, შინაგანი ეგოს გამოვლენა, თქვენი საზღვრების დაცვა, თქვენი პრინციპების დაცვა და თქვენი პოზიციის დაფიქსირება, ხო? აქ არ არის მაინდა-მაინც საუბარი იმაზე, რომ ვთქვათ, რომელიმე კონკრეტული ცხოვრების სარბიელს და სფეროს ეხება ეს გაშლა, ეს ნებისმიერ სფეროს შეიძლება მოერგოს, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ოჯახში, საკუთარი აზრის დაფიქსირება, საკუთარი საზღვრების დაფიქსირება, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს სამსახური, ვიღაცისთვის ვთქვათ, საერთოდ სხვა ურთიერთობები, მაგრამ აქ იმპერატორს შემოაქვს უფრო მატერიაში გამოხატული სისტემის არსებობის აუცილებლობა. სისტემა რა არის, ხომ? სისტემაში მხოლოდ სამსახური არ მოიაზრება, თვითონ ადამიანის სისტემაა, ხო, სტრუქტურულად ჩვენი შინაგანი
თუნდაც ჩვენი ფიზიკური აგებულება სხვადასხვა სისტემების ერთობლივ გამართულ მუშაობაზე დგას, ხომ? საყრდენ მამოძრავებელი სისტემა, სისხლის მიმოქცევის სისტემა, საჭმლის მომნელებელი სისტემა, ხო? ერთ-ერთი რომელიმე ესეთი სისტემა რომ მოიშალოს ადამიანის ორგანიზმში, უკვე ჩნდება ჯანმრთელობის პრობლემები, ირღვევა სტაბილურობა, ირღვევა ადამიანის ყოველდღიურობა და ადამიანი იძულებულია რომ მიმართოს შესაბამის მედიცინის მუშაკს და ჩაიტაროს მკურნალობა იმისთვის, რომ აღდგეს მისი რომელიმე, ვთქვათ, სისტემის ფუნქციონირება და მან განაგრძოს, ასე ვთქვათ, ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრება. ასეა ამ შემთხვევაშიც. ანუ რა თემებშიც უფრო მეტად გიჭირთ საკუთარი საზღვრების დაფიქსირება და საკუთარი წესებით თამაში, იმპერატორი ვინ არის? ხო, ადამიანი, რომელიც მართავს საკუთარ რეალობას და ის აწესებს წესებს, როგორც საკუთარი თავისთვის, ისევე თავის რეალობაში მოქმედი ადამიანებისთვის და მყოფი ადამიანებისთვის. შესაბამისად, რომელ სფეროშიც არის ამის ნაკლებობა თქვენს ცხოვრებაში, სწორედ იქ უნდა დააწესოთ საზღვრები, იქ უნდა იმუშაოს თქვენმა სისტემამ, თქვენმა სიტყვამ, თქვენმა პრინციპებმა, თქვენმა შინაგანმა დისციპლინამ იმისთვის, რომ თქვენ იყოთ იქ მთავარი ფიგურანტი, მთავარი მოქმედი პირი და ყველაფერი წარიმართოს ისე, როგორც მოითხოვს იმპერატორი, ხო? ანუ ამ შემთხვევაში იმ რეალობის მთავარი მოქმედი პირი, რომელ რეალობაშიც ხდება ეს ყველაფერი და ამ შემთხვევაში ეს ხართ თქვენ, ვინც აერჩიათ მეორე ვარიანტი. და აქ უკვე ტარო გეუბნებათ, რომ თქვენ უნდა იმოქმედოთ, თქვენ ღიად საჯაროდ უნდა დააფიქსიროთ თქვენი აზრი, სიტყვიერად, ვერბალურად გამოხატოთ საკუთარი პოზიციები, საკუთარი საზღვრები, საკუთარი ხედვები და აქ უკვე მორიდება, რაღაცის დათმობა, რაღაცის გატარება არ იმუშავებს. პირიქით, აქ მეტი სიმტკიცე, მეტი სიმკაცრე, მეტი ეგოს, ჯანსაღი ეგოს გამოვლენა და საზღვრების დაწესება უფრო იმუშავებს, ვიდრე დათმობა, ლავირება და რაღაცეების მოთმინება ან თუნდაც გატარება. აი ასეთი გახდათ მეორე ვარიანტი და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტში საერთოდ რადიკალურ ენერგიებს ხედავთ, აქ პირიქით ჩანს თითქოს რომ მდგომარეობა, ვითარება არის გაჩერებული, შესაძლებელია ეს რაღაც კაი ხანია გრძელდება ეს მდგომარეობა, სადაც თავს შესაძლებელია მსხვერპლის მდგომარეობაშიც კი გრძნობდეთ. შესაძლებელია რაღაცეები ბევრი გააკეთეთ, მსხვერპლიც გაიღეთ, დიდი რესურსიც ჩადეთ რაღაც კონკრეტული მიმართულებით, მაგრამ საქმე მაინც არ დაიძრა, გაჩერებულია და თავს მსხვერპლის მდგომარეობაში გრძნობთ. შესაძლებელია თვლიდეთ, რომ ტყუილად მოგიწიათ იმ ყველაფრის გაკეთებამ, რასაც აკეთებდით და რომ თქვენი გაწეული ძალისხმევა არ დაფასდა და მდგომარეობა გაშეშდა, ასე ვთქვათ, იმის ნაცვლად, რომ თქვა წასულიყავით წინ ცხოვრებაში და რაღაცა მიგიღოთ ან ბენეფიტები, ან ვთქვათ, ცხოვრების სხვა უფრო მაღალი ხარისხი, ყოველ შემთხვევაში ამის მოლოდინი შესაძლებელია იყოს თქვენი მხრიდან, მაგრამ პირიქით წავიდა პროცესები და რაღაცნაირად გაჩერდა სიტუაცია. ამ გაჩერებულ სიტუაციაში ტარო გეუბნებათ, რომ თქვენი შრომა ფუჭი ნამდვილად არ არის, თქვენი სამუშაო აუცილებლად გამოიღებს შესაბამის ნაყოფებს, უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება ცოტა უფრო მეტი დრო. აქ ჩვენ პენტაკლების 7-იანს ვხედავთ, აღნიშნული არკანის ასტროლოგიური შესაბამისობა გახლავთ სატურნი კუროში. შესაბამისად, პლანეტა სატურნი არის საკმაოდ ნელი პლანეტა და მით უმეტეს სატურნი კუროში ეს გარკვეულ მარწუხებს უჭერს ადამიანის ცხოვრების იმ მხარეებს, რომლებსაც მართავს კურო, ხო, კურო პირველ რიგში მართავს ფინანსურ მხარეს, ცხოვრების მატერიალურ მხარეს, ჩვენს კომფორტის ზონას, კურო მარტო ფული არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის თუნდაც ქონება, თუნდაც ესთეთიური ნივთები, თუნდაც ის ხორციელი სიამოვნებები, რომლითაც ჩვენ ადამიანები ვტკბებით ზოგადად მატერიალურ სამყაროში, მატერიალურ გამოვლინებაში, ხოლო სატურნი კუროში ამ შემთხვევაში აი ამ ყველაფერს უზღუდავს ადამიანს. ну გარკვეული პერიოდით. ამ შემთხვევაში ჩვენ აქ საუბრობთ აქ და ახლას მომენტზე, აწმყოს მომენტზე, რა უნდა იცოდეთ ახლა. ახლა უნდა იცოდეთ ის, რომ ეს მდგომარეობა, ეს ერთგვარი
გაჩერებული, გაშიშებული მდგომარეობა, სადაც თავს შესაძლებელია გრძნობდეთ მსხვერპლად და ფიქრობდეთ, რომ იმაზე მეტად გაიხარჯეთ, იმაზე მეტი გაიღეთ, ვიდრე მიიღეთ არსებულ სიტუაციაში, ტარო გეუბნებათ, რომ ეს მდგომარეობა, ეს გაჩერებული სიტუაცია დაიძვრება აუცილებლად, დაიწყებს კვლავ მოძრაობას, უბრალოდ ცოტა მეტი დროა საჭირო. და ყველაფერი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ ციკლს, ყველაფერი ამოძრავდება და თქვენი შრომის ნაყოფებიც აუცილებლად მომწიფდება და ამ მოსავლის აღების დროც მოვა, თქვენ აიღებთ თქვენს კუთვნილ მოსავალს, უბრალოდ ამას სჭირდება ცოტა უფრო მეტი დრო, იმიტომ რომ სატურნი ანელებს პროცესებს და ამ შემთხვევაშიც ვინაიდან მესამე ვარიანტში ამოვიდა სწორედ აღნიშნული არკანი, პენტაკლების 7-იანი, პენტაკლების 7-იანი საუბრობს სწორედ იმაზე, რომ შედეგები იქნება, მაგრამ ცოტა უფრო მოგვიანებით, ვიდრე ადამიანი წარმოიდგენდა. შესაბამისად, იმედს ნუ გადაიწურავთ, ყველაფერი მაინც მოძრაობს ფორმების სამყაროში, უცვლელად დიდხანს არაფერი არ ჩერდება, არც კარგი და არც ერთგვარი რთული მომენტები, რთული პერიოდები ჩვენი ცხოვრების, ამიტომ ესეც გაივლის აი ამ პრინციპით მიუნდექით ამ მდგომარეობას და შედარებით უფრო, ვთქვათ, შეგიმსუბუქდებათ ხედვები, ვიდრე, ვთქვათ, გქონდათ აქამდე. აი ესეთი გახდათ ჩვენი დღევანდელი ტაროს პასუხები, ჩემო მეგობრებო. დამიწერეთ თქვენი ინსაიტები, თქვენი ხედვები, რა მოვიდა თქვენთან ახლოს, რა რეზონირდა, რა გენიშნათ, ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა, ყოველთვის ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს. ხოლო პირად კონსულტაციაზე, ვისაც გსურთ ჩემთან სეანსის დაჯავშნა, ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ პირადში მესენჯერში. დაგემშვიდობებით, დროით შეხვედრამდე.